ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ რუანდას შორის ბოლო თვეებში წარმოიქმნა სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც თვიდან თვემდე მწვავდებოდა, თუმცა ივნისის ბოლოს პრაქტიკულად სანახევროდ განმუხტა შეერთებულმა შტატებმა, თუმცა სანამ აქამდე მივალთ, თვითონ მიუყვეთ ამ კონფლიქტის არსს. მიმდინარე წლის იანვარში კონგოში არსებულმა მეამბოხე ორგანიზაციამ, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიული რესპუბლიკის ამჟამინდელ ხელისუფლებას, M23-მა, იგივე 23 მარტის მოძრაობამ წამოიწყო სამხედრო ამბოხი. ისინი ძირითადად დაკომპლექტებული არიან რუანდელი კონგოელებით. წამოიწყო სამხედრო ამბოხი დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ორ რეგიონს შორის, ჩრდილოეთ კივუსა და სამხრეთ კივუს ტერიტორიებზე და დაიკავეს ამ ორი რეგიონის დედაქალაქები, ჩრდილოეთ კივუს დედაქალაქი გომა და სამხრეთ კივუს დედაქალაქი ბუკავუ. ჯამში დაახლოებით ამ ორ რეგიონში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და გამოუცხადეს, ასე ვთქვათ, დაუმორჩილებლობა კინშასას, ცენტრალურ ხელისუფლებას. კინშასა, ცენტრალური ხელისუფლება ამ ყველაფერში ადანაშაულებს რუანდის ხელისუფლებას, რომელმაც სპეციალურად, ასე ვთქვათ, მოახდინა დესტაბილიზაცია ამ რეგიონების და ამას გააჩნია საკუთარი საფუძვლები. აი ამ ჩრდილოეთ კივუსა და სამხრეთ კივუს რეგიონებში ცხოვრობს რუანდის გენოციდიდან ტოლვილი, როგორც ჰუტუს ტომის წარმომადგენლები, ასევე ტუცის ტომის წარმომადგენლები.